რაც მე წარმომიდგენია რომ შესაძლებელი არის საქართველოში აზროვნება ანუ შესაძლებელი რა კუთხით რომ დავბრუნდეთ სწორ აზროვნებაზე იმიტომ რომ ბოლშევიკებამდე უნდა ითქვას რომ ჩვენ დარწმუნებული ვარ ამაში რომ აზროვნება სწორი იყო ამ მიმართულებით და ეს ანდაზებიც აჩვენებს მაგალითად საერთოობის ტრაგედია იმას ნიშნავს რომ რაიმე საერთო არის ყველა ცდილობს რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ის და ასევე არ გაუფრთხილდეს ხო და ასეთი ანდაზები ჩვენ რამდენიმე გვაქვს აი მაგალითად წავიკითხო 9 ძიძის ხელში ბავში შიმშილით მოკვდაო საზიარო ფეტვი ჩიტმა ზიარი ძროხამ გელმა შეჭამაო აი თქვა არც ერთმა პატრონმა მიხედა არც მეორემ და ანუ როდესაც ზიარი ძროხა იყო ყველა ფიქრობდა რომ სხვა მიხედავს ეს მაგრამ ამისი მაგალითები ჩვენ ცხოვრებაში ბევრია საბჭოთა კავშირში კიდევ უფრო საბჭოთა კავშირის პირობებში კიდევ უფრო ბევრი იყო ნელ-ნელა ვსწავლობთ ამას რომ ასე ქცევა არ შეიძლება აი მაგალითად სადარბაზოს მოვლის საკითხი დღემდე ცნობილი მაგალითია რომ სადარბაზოს მოვლა მაინდა-მაინც არავის არ უყვარს თავის სპინები ყველა სუფთა ქონდა ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს და სადარბაზო ყოველთვის მიგდებული იყო. ეს მე აღმოაჩინე რომ ქართული ფენომენი საერთოდ არ არის და კმაყოფილი ვარ მაგითი რომ ასეთ ვფიქრობდი და აღმოაჩინე რომ მაგალითად ისეთი ხალხიც კი როგორც გერმანელები არიან აღმოჩნდა რომ ნორმალური ხალხია და როგორც კი ჩააგდეს იგივე პირობებში რაშიც ქართველები GDR-ში კონკრეტულად იგივენაირად მოულელი ქონდათ სადარბაზოები აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ნაყოფი რა, რაც უფრო შესახვიდეთ ბერლინი, ალბათ უფრო უარესიც შეიძლება დაგვხედროთ. ახლა, რა თქმა უნდა, იქ უფრო ნაკლები დრო იყვნენ გერმანელები და ბევრი სხვა გერმანელები არ ბოლშევიკები ალბათ. გერმანელები ნაკლები დრო იყვნენ კომუნისტურ სისტემაში და ასევე მაგალითად ესტონელებიც და ლიეტოველებიც, ლატვიელებიც, ვთქვათ, უნგრელები თუ ისა, ამიტომ ჩვენ მეტი ზიანი მივიღეთ ამ საერთო და საერთო სახელმწიფო საკუთრების არსებობით. ეს დღევანდელ პირობებში ჩვენ გვეუბნება იმას, რომ წარმოდგენები და ილუზიები იმის შესახებ სახელმწიფო რაიმეს კარგად მოუვლის თან ჩვენი სახელით ხდება ეს ხო? ეს არის ისევ ის მცდარი გზა ყოველთვის ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მას ექნება სურვილი რომ ის საერთო საკუთრება გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და აქედან მივიღებთ რომ ის იქნება ყოველთვის არა ეფექტიანად გამოყენებული ის ქონება რომელიც გადაცემული აქვს სახელმწიფოს მაგალითად ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ მიწის უდიდესი ნაწილი დღემდე სახელმწიფოს ხელშია და შედეგად არასარგებლიანად არის ის დატვირთული და შედეგად ის გვაქვს, რომ ღარიბები ვართ. რაც მეტი მიწა გადავა კერძო ხელში, ცხადია, რომ მას მეტი ფასიც დაედება და მეტი სარგებელიც ექნება ამ მიწას. ბოლო ხანებში ჩვენ ნახეთ რომ მთავრობაშიც კი საუბრობენ იმაზე რომ თითქოს სახელმწიფო საწარმოებს რამე უნდა მოუხერხონ მაგრამ თუ თავიდან არ ამოვიდეთ იმას რომ სახელმწიფო საწარმო რამე დასაშვებია რამე თვალსაზრისით მაშინ ყოველთვის გვექნება ეს რომ საერთო საზიარო საკუთრება სახელმწიფო საკუთრება არის საზიარო საკუთრება ის სახელმწიფო ჩვენ ვართ ხო მთავრობა ხო არ არის სახელმწიფო საკუთრება ჩვენთვის ნათქვამი აქვს რომ ჩვენია სულ ყველასი მაგრამ რაღაც სულ ყველასია და არავისია სინამდვილეში იმიტომაც მისი მოვლა გაცილებთ უფრო გაძნელებული არის